მას მე რაც უკვე ვისწავლეთ პირველი, მეორე და მესამე დღის ჩელენჯები, მოდი გადავიდეთ მეოთხე დღეზე. მეოთხე დღე იქნება უკანა თვალის აწევა. უკანა თვალის აწევისას ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ასევე ჩვენი წონა. უნდა იმოძრავოთ ველოსიპედი დაბალი სიჩქარით, გორაობისას წინა მოხუცს მოუჭიროთ ხელი და თქვენი წონა სუბუქად მიმართოთ წინ. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ერთდროულად, რათა ველოსიპედის უკანა თვალი დაიძრას მიწიდან. მას მე რაც იგრძნობთ როგორ კეთდება ეს ყველაფერი, შეგიძლიათ დროთა განმავლობაში დაიწყოთ უკვე მუხლების მოხრაც დამუხუჭებასთან ერთად. რაც უფრო მეტად გაიმეორებთ ამ პროცესს, მიხვდებით თუ როგორ მუშაობს ეს ტექნიკა, დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მკვეთრად მოახერხებთ ველოსიპედის უკანა თვალის აწევას. უკვე გამოცდილი ველოსიპედისტები ამ მოძრაობას ეძახიან ენდოს, თქვენ საფუძველს ჩაუყრით ენდოს სწავლებას. ამილეც დავუთმეთ დღეში საშუალოდ 5 წუთი. როგორც კი შეძლებთ თავდაჯერება მოიპოვოთ, გადადით უკვე მეხუთე დღეზე ველოსიპედის უკანა მიმართულებით მართვა.